შიდა და გარე ფაქტორები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ხო, ორივე ასაზრდოებს ერთმანეთს. ანუ თუ თქვათ თბილისში არ არის პროტესტი, ვართ სახლში და რაღაცა ბედნიერები ვართ ქოცობით, ასეთ შემთხვევაში არავინ არ დაგაძალებს დემოკრატიას, ხო? არავინ არ დაიწყებს ამ რეჟიმის და ქართული ოცნების ეს ტერმინები აუცილებელია რა ხელს არ ამით ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირებას თუ შენ ამის მოთხოვნას პროტესტით არ ქმნი, ხო? ეს ერთ საკითხის ერთი მხარე არის, ხოლო მეორე მხარე არის, რომ როდესაც შენ ქუჩაში გამოდიხარ, 22 დღე არის ამ სიცივეში, ხანდახან დღის განმავლობაშიც მინუსებია, დგახარ, ხო? და შენ ხედავ კონკრეტულ შედეგებს, რომ აი აქ სანქციები გამოიწვია შენი ქუჩაში დგომით, იქ ბიზნესმენებმა კოორდინაცია და მობილიზაცია გააკეთეს და თავისი საპროტესტო ხმა მოიღეს, იქ საჯარო მოხელეებს მიეცათ გული და ხმა მოიღეს და პეტიციებს მოაწერეს ხელი. ანუ ეს ყველა, ასე რომ ვთქვათ, საყრდენი აძლიერებს ერთმანეთს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ მაინც ძირი და თავი საყრდენი ყველაფრისა არის ქართული ხალხის პროტესტი, ქართული ხალხი ქუჩაში, ხო? ეხლა ამ სანქციებს რომ მიუბრუნდეთ, მე პროცესს როგორ ხედავ, შემდეგ როგორ განვითარდება. საერთოდ აი თუ პრაქტიკას გადავავლებთ თვალს, ხო, როგორ მუშაობს და როგორ წესდება სანქციები, არასდროს არ ხდება, რომ რაღაცა პირველი ნაბიჯი არის, რაღაცა დამანგრეველი მაშინვე, ხო? ანუ ეტაპობრივად იწყება, ხანდახან ქილიქსაც იწყებს ხოლმე, ისეთი დაბალ დონეზე იწყება ეს სანქციები, მაგალითად პუტინი რო შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს პირველ დღეს რა სანქციაც გამოაცხადა ჯო ბაიდენმა იყო ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ბიზნესის კეთება. ახლა იქ ვინ აკეთებდა ბიზნესს არც არავინ, მაგრამ ანუ ეს არის პროტოკოლივით, ხო, რომ დაბლიდან ადის და ეს ნოტი უფრო და უფრო მაღლდება და ამას თან პარალელურად უნდა მიყვეს ამ აღმავალ სანქციების აღმავალ ნოტს პარალელურად უნდა მიყვეს ქართველი ხალხის პროტესტი და ეს ახლა რაც შეიძლება ჩვენ ვინც დემოკრატიას გულშემატკივრობთ ამ ქვეყანაში გვახარებს ეს ის კი არ გვახარებს რომ რაღაცა მილერ ლაგაზაური თუ ბრიტანეთში ვერ შევან მას ყველაზე მეტად მოხვდა მილერის უკვე მეწოდება მართალი რო კითხო. ანუ ეგ კი არ არის მანდ მთავარი. მთავარი არის პროცესის დასაწყისი არის მთავარი. ხო და შევხედოთ როგორ არის ესე იგი. ანუ ბრიტანელების განცხადებაში ძალიან ბევრი რამე იკითხებოდა მათ შორის ის ну ახლა ხელისუფლების არ აღიარებ თავისთავად ეს არჩევნებს ეხებოდა იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები და არა ხელისუფლების წარმომადგენლები და ის რომ ისინი მოქმედებენ ამერიკელებთან ერთად კოორდინაციაში. ანუ ჩვენ დავინახეთ რომ ამერიკა და ბრიტანეთი კოორდინირებულად მუშაობენ და სხვათა შორის ტელეიმედის ფლობელებს ცოტა ისე რა ქვია ორჯერ მაინც უნდა დაფიქრდნენ ახლა იმიტომ რომ იმედი იქ არის და რა ქვია დარეგისტრირებული ბრიტანეთში და ეს მოქალაქე ამერიკის არის. ესენი კოორდინაციაში მოქმედებენ. მეორე მხრივ გვაქვს ბალტიის სახელმწიფოების ორმხრივი სანქციები. ამ ბალტიის სახელმწიფოებმა მართალია პატარები არიან, მაგრამ შექმნეს პრეცედენტი. სანქციების ორმხრივი სანქციების პრეცედენტი ევროკავშირის შიგნით. და ახლა უკვე არის საუბარი და მუშაობა იმაზე, რომ ვაიმარის სამეულმა, ანუ ყველაზე დიდმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ორმხრივი სანქციები დაუწესონ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რაც ანუ ამ ყველაფერს ერთად თუ ავიღებთ, ხო ევროკავშირის სანქციები ბევრი მეტი კი არაფერი არ არის, ანუ თვითონ აი ამ სახელმწიფოების ძალას და მათ ჩართულობას თუ ავიღებთ აი ამ ქართულ სიტუაციაში, ხო? და ამის შემდგომი ეტაპები არის უკვე ის, რომ ეს ევროპის ქვეყნები თქვათ აძლიერებენ როგორც ახლა უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებით რო იყო ხო როგორ ხდებოდა რუსეთზე სანქციების დაწესება კი ყოველ ნაბიჯზე ორბანი ასე რომ ვთქვათ საბურავში ამ ჯოხს შეყოფდა და გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ ყოველ ეტაპზე მისი წინააღმდეგობა ამა თუ იმ ფორმით დაიძლეოდა. ანუ ეს პროცესი ევროპაში მხოლოდ ახლა იწყება და ასევე ამერიკაში ახლა
ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რაღაცა ყველაფერი დაალაგდება კი არა. ანუ სასაცილო ნაწილია. ზუსტად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და პირველ რიგში ჯო ვილსონი არის ის, ვინც არის სპონსორი. ბოდისკი ხდება შეხვედრა ქონდა ბათო ქუთელიასთან, რამოდენიმე 1 საათის წინ დასრულდა ეს შეხვედრა, ჩვენ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას, მაგრამ როგორც ხვდები, კვლავ გრძელდება. თუ კარგი საქმით არის დაკავებული ბათო. არ მოვაცდინოთ ხო? შეუშლით. კი ბატონო. ხო და აი ეს იქნება ჩემი აზრით სრული გვირგვინი, უკვე მეგობარი აქტის მიღება, იმიტომ რომ ეს იქნება ამერიკის სახელმწიფოს კანონი და ეს მეგობარი აქტი უკვე აღარ არის საინდივიდებს, ეს ყოვლის მომცველი არის, აბსოლუტურად ყოვლის მომცველი არის და მთელი ამერიკის სახელმწიფო აპარატის ჩართულობას იწვევს აი ამ ბოროტების მოგულვაში. და აი ეს უკვე შემდეგ გადმოედინება ევროპის კონტინენტზე, ხო როგორც ყოველთვის არის ხოლმე ამ რუსეთთან ურთიერთობაში, რომ ლიდერის ფუნქციას მაინც შეერთებული შტატები იღებს და ეს მერე გადმოდის ევროპის კონტინენტზე. ანუ რო ავიღოთ პროცესი, ხო პროცესი იწყება რუსთაველის გამზირზე, ნუ თბილისის და საქართველოს ქუჩებში, შემდეგ ეს გადადის ევროპის დედაქალაქებში, ამერიკის დედაქალაქში, შედის თეთრსახში და მერე ბრუნდება უკან ქართულ პოლიტიკაში, გვაძლიერებს ჩვენ და ასუსტებს ქართულ ოცნებას. და ამაზე რეაგირებენ უკვე საზოგადოების ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მაგალითად გაზაფხულზე ჩართულები არ იყვნენ. ანუ ეგრეთ წოდებული ბაბლი, ხო, რასაც ვამბობთ ხოლმე, ანუ გაზაფხულზე ბევრნი ვიყავით, მაგრამ თითქოს მაინც ბაბლი იყო. დიდი, მაგრამ თითქოს მაინც ბაბლი იყო, ხო? აი, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი საჯარო მოხელეების გამოსვლა, ასეთი ბიზნესის ასეთი გამოსვლა ორი უდიდესი ბანკი, რომელიც ქართული საბანკო სექტორის 90% ფარავს თუ მეც, ამბობს, რომ მე აი ამ აქციებზე დაზარალებულებს გამოვუყოფ 5 მილიონს. ეს იმხელა ნაბიჯი არის, რომ და ყველა იღებს მას 6 ელჩი გადადგა, მინისტრის მოადგილე გადადგა. აი ახლა გავიგე, სულ არ გამოუცხადებია თურმე გადადგომაზე არაფერი და ეს პოლონეთიდან დესპანი, ანუ ელჩის მოადგილე წამოსულა კიდე, ხო? ანუ ბევრ ეს პროცესი, ანუ ეს ხალხი, ვინც აი წკიპზე არის, ელოდება ამ მოძრაობის გაძლიერებას, რომ გათამამდნენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმისთვის. ამიტომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად კავშირში ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძრავა არის ქართველი ხალხი, რომელიც 22 დღეა გამოდის და აპროტესტებს, ხო? როგორც აი მთელი დანარჩენი მექანიზმი გაჩერდება, როგორც კი ეს გაჩერდება და ეს არ გაჩერდება დარწმუნებული. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ეს გაფიცვები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და მე მინდა ასევე ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით. ანა ფირცხალაშვილი არის ჩვენი სტუმარი და რას ფიქრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ჩართული ხართ აი ამ პროცესებში.